მიხეილ ქვლივიძის პოეზია. ავტოპორტრეტი. განაბულ თვალებში ფოცხვერის სიფიცხე, 9 სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის. მიცნობდეთ, პოეტი მიხეილ ქვლივიძე, კეთილი განზრახვის ავანტიურისტი. მიხვდით ამ გამოთქმის სიდუმალ შინაარს, ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი. სიტყვებს ნოენდობით, მთავარი ისაა, რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი. საქმეა ცხოვრების თარგი და ხარისხი, და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია, და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით, ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია. ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება, მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი. ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება, ხან ბრძენი, ხანაც კი ყოვლად უმეცარი. გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად, ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო. ლამაზი საცოლე, წავართვა არაკაც და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო. გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს, ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი. გინდათ, გავუჯიბრო თვითვანო მაჩაბელს, ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი. გინდათ, ოქრო ვერცხლით გავავსო ქოხები, ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება. თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ, მენდეთ და მომყევით, და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება. მე ზოგჯერ მგონია, რა ჩემი ბრალია, კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს. ორსული ცხოვრების ბებია ქალი ვარ და მინდა ლამაზი შვილი შეეძინოს. რა დროს ლექსებია, რა დროს ლაქლაქია, როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი. დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა, საქმეა, საქმეა მთავარი. ვაგლახ, რა მოკლია წუთი სოფელი, არ ყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე. მიცნობდეთ, ასე ვთქვათ, კეთილის მყოფელი ავანტიურისტი მიხეილ ქვლივიძე. ბედი. ბედი ამ ქვეყნად არ ვის უმართლებს, ჭირთა მოთმენა კაცთა ნიჭია. და ჰა, ქართველმა თავის სუფრაზე თვითონ სიკვდილით შემოიჩვია. შემოიჩვია, გვერდით დაისვა, ვით სანაქებო ვინმე სტუმარი და სამუდამოდ გაითავისა მისი ტკივილი დასაზრუნავი. სადღე გრძელოებს, სალამს, სამძიმარს მოხვა იმ ქვეყნად წასულთ ხსენება და ყოველდღიურ ყოფად გადიქცა პანაშვიდები თუ გასვენება. მოთვინიერდა ლანდი ბოროტი, დღეთა ფერხულში ისიც ჩაება და აღარ ძალუც სასტიკ მოლოდინს ჩვენი გულების დაბეჩავება. და მე არ მესმის, ვის, რად დასჭირდა, რა თქვია მიწის მცირე ნაწილი, ქვეყანას, სადაც სათვალავში ვართ, ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი. დრომ დამაბერა და დამარბია. დრომ დამაბერა და დამარბია, გამიცამტვერა ნატვრა ყოველი, მაინც ხვალინდელ დღისკენ გავრბივარ, ვით უსინათლო მარათონელი. სულ ასე ვირბენ, ღმერთის შეწევნით არც დავეცემი გზაზე მოხუცი, და თუ მომავალს ვერ დავეწევი, გავჩერდები და წარსულს მოვუცდი. ვაპირებ ცხოვრებას. ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ, ვაზროვნებ სანამ და მკლავშია ძღონე მაქვს. რამდენი ხანია, ყოველ დღე, ყოველ წამს ვაპირებ ცხოვრებას. ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა საშველი, თადარიგს თავი ვერ გავართვი, შაქარყინულივით თითებში ჩამადნა, ბავშვობის სიტკბოდა, სიმწიფის ლაზათი. ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე, ვერ გავომაისე ხანმოკლე აპრილი. ვერ გადავაქციე ცხოვრება ციცოცხლე და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი. ო ღმერთო, როდემდე, გადიან დღენი და მგონია ვბერდები.
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ, აუცხადებელი ჩემი იმედები. და ისევ ლოდინი, და ისევ მზადება და გული ცივდება, ჩამქრალი საკირე, სიცოცხლე თავდება, მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ. იუდას მონოლოგი. მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ, ბნელში გართხმულის დუმდაზე განი. და თქვა იესომ, მამლის მესამე დაყივლებამდე ერთი თქვენგანი მიღალატებსო და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა, თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო თვითონ გარება დაპირფერობა. ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს, დასთამაშებდა პირზე ღიმილი, დამწიფდებოდა ღალატის მსგავსად ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი. ვდუმდით, დუმილმა სული დაღალა, იწურებოდა დათქმული ვადა და დაიყივლა ერთხელ მამალმა და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა. მერე მოვარდა სიოფრთამალი, დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა, უკვე მეორე ტყივის მამალი, მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს. ნუ თუ მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი, ბრძენი, მისანი, სულის თამადა, გაცამტვერდება მყის სალოცავი, მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა. ვეღარუშველის დაღუპულ იმედს, ვერავით არი ლოცვა ღაღადი, მოკვდება ღმერთი, თუ ახლა ვინმემ არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი. უნდა ვითავო ეს უმძიმესი საქმე, გავიღო მსხვერპლი საჩინო, უნდა გავწირო კაცი, იესო, ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო. ჩქარა, ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა, ზეცა გაწითლდა როგორც მოცხარი. და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი. იყო არაბეთს არა ყოფილა არავინ. საქართველოში იმხანად ხელმწიფედ ყვავდა თამარი. მგოსანიც ყვავდა, პირველი წარჩინებულთა სიაში, მაგრამ ეს კაცი რატომღაც ცხოვრობდა პალესტინაში. იყო არაბეთს. ო ღმერთო, რისთვის დაჭირდა ქარაგმა, ვეფხვივითა ულაგმავი, ნეტავ რაძალა მალაგმა და საქართველოს მაგიერ ისეთი რა შეეფეთა, რამათქმევინა ქართველ კაცს, ინდუეთს შვიდთა მეფეთა. რამ წაიყვანა უცხოეთს, ვინაუბნია გზაკვალი, ისეთი მტერი ვინ ყავდა, ულმობელი და მზაკვარი, რომ კაცი ცამდე მართალი ღვთისა და ერის წინაშე გადააგდეს და დაკარგეს შორეულ პალესტინაში. იყო არაბეთს არა ყოფილა არავინ. საქართველოში იმხანად მეფობდა დიდი თამარი. ლექსი გამოტოვებული სტრიქონით. ადამიანი როცა კვდება, მიწაში ფლავენ. ჭირისუფლები ამ დროს ბეჯით მთესველებს გვანან. დამარხვის ადგილს გულმოდგინედ ბარავენ, რწყავენ და არაკლებენ მზრუნველობას, ცოცხლობენ სანამ. რა შეიძლება აღმოცენდეს მკვდარი კაციდან? რამან უგეშოს დარჩენილთა გული კეთილი. ნუ თუ იმ სიტყვამ დავიწყების ბოროტ საწინდრად, საფლავის ქვაზე რომ იქნება ამოკვეთილი. ან იქნება ჯვარმა, უფოთლო ნერგმა. დასძინებიათ გარდაცვლილებს და მაინც ერთხმად გვიკიჟინებს დარჩენილებს არ დაგვივიწყოთ. მე მოვალ შენთან, გუშინ ან შარშან, შენ მოხვალ ჩემთან, ხვალ ან გაისად, როცა კვირტები დაიწყებს გაშლას, როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს, როცა მე და შენ იმდენად დაყulis, ამ ქვეყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს, სადმე წარსულში ან მომავალში. მთვარიანი ღამე. მთაწმინდა, წმინდა სავანე მოგვთა და გზა ყვითელი სხივების გარე, სიცოცხლით სავსე მზე თითქოს მოკვდა და მის ცივ-ცხედარს დაერქვა მთვარე. მთვარის ღიმილი დაეცა ქუჩას, ვერცხლია ზეცა და ფილაქანი. მუხლის თავები ღამეს რომ უჩანს, იმიტომ ისმის ქარის ქაქანი. ასეთ ღამეში ლექსიც მეტია და კაციც ფიქრობს, რატომღაც ასე. ალბათ მზიანი დღე ასეთია მიცვალებულთა სამეფო კარზე. პასუხი. მაშ შენ ამბობ, რომ არ ყოლია მტრები რუსთაველს, არ გაქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია, თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია. იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე, თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე, საბასულხანი გამოაწყო ბერის კაბაში, ძვალთ შესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს. მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძე სესროლა ტყვია, ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე, ან იქნებ იმას სიყვარულის სახელად ჰქვია, რამაც შეშალა მთისარწივი მოჩხუბარიძე. არა, ქართველთა გზა როდია ასე იოლი, თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება. სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება. პოეზია. თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა, სულ უბრალო საქმე არის, ზიხარ, უცდი, გჯერა. ასეთია ჩვენი საქმეც, ანუ ლექსის წერა. კალმით ხელში მაგიდასთან, ზიხარ, უცდი, გჯერა. რამდენი ჩვენგან წასული კაცის. მსახიობ გიორგი შავგულიძის ხსოვნას. რამდენი ჩვენგან წასული კაცის, ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს, მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ, ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას. მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს, კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს. მისი დაკარგვის მწარია განცდა, ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს, რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან, კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს. და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე, თვალს მოვკრავთ ღიმილს, ნაცნობს და ალალს, წარმოგვიდგება ძვირფასი სახე, კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს. და თითქოს ვითვლით, ისევ და ისევ, გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს და ღმერთს ვთხოვთ. ღმერთო, გვაცხოვრე ისე, რომ ჩვენ ცოდესმე დავაკლდეთ ქალაქს. ტატოს ვედრება. გამაცოცხლე, 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 გამაცოცხლე და სიცოცხლით ხელმეორედ გამაოცე. გამაოცე, გამაკვირვე, განმაცვიფრე, გამახარე, გამამრავლე, გამავრცელე და ამ ქვეყნად დამამყარე. სანამ პირში სული მედგა და მწყალობდა მაღლით ღმერთი, სულ რაღაცას მოველოდი, სულ რაღაცას ვაპირებდი. სულ იმედის გუთანს ვები, რომ დამეხსნა ჩემი მხარე, მაგრამ ჩემი ჭირნახულით ვერ იქნა და ვერ ვიხარე. და ამიტომ გევედრები. გამაცოცხლე, გამაცოცხლე, გამაცოცხლე და სიცოცხლით კიდევ ერთხელ გამაოცე.
გამაოცე, გამამრავლე, გამაასე და ათასე, ცოცხალს თუ ვერ მომიარე, მკვდარი მაინც დამაფასე. ტელეფონით შელოცვა. 129, 54, 67. გახსოვდეს პოეტო, და თუ ვაშკაცი ხარ, იყავი მშვიდი. მოკვდი და გაცოცხლდი, იცინე, იტირე, იფიქრე, წერე, ღვინოსვი, დათვერი და დასაძინებლად მიბრძანდი მერე. ძილშიც გაიხსენე ის ლურჯი სამოთხე, სადაც ფრთებს შლიდი. 129, 54, 67. რეკე დაიცოდე, ორკაპიკიანი საუბრის სიტკბო ისია საკუთარ სახლში ან მამულში დაბრუნდი თითქო. ყოფილა ამ ქვეყნად ბედი, ესო ხერი, ნატურაზე დიდი. 129, 54, 67. ქალი. აქ იჯდა, აი ამ ადგილზე, ზღვა ფეხით ეწვა და ტანზე მარტო ოქროსფერი მზის ხივი ეცვა. და ოქროსავით უგრძნობელი, მაგრამ გრძნეული, თვალის მომჭრელად ლაპლაპებდა მისი სხეული. ოქროს ემბაზი, მარტო ოდენ ფორმა და ხაზი, და ამის მადლით ეძლეოდა ყველაფერს აზრი. შემოდგომის მზე. გაეხადა ბალსამოსი, წვიმის ცრემლით მინისლული. იდგა სუნი საღამოსი, სინესტის და ფოთლის სუნი. მიხიოდა ქარი ღრუბლებს, ხეივანში მზე იწოდა, მერე კარი გაიხურეს, მზე არავინ შეიცოდა. იქვე ბაღში გამოკეტეს, ღამე იყო, რა იცოდა. შენ, ეი, შენ, ეი, ხმელეთ ზურმუხტო, გამოიხედე აქეთ. ნუ თუ არ ღიზიანდები, როდესაც პირში გაქებთ, ხოლო ზურგს უკან ძირს გითხრით, შეურაც ყოფთ და თავს გჭრით, ჩვენი უზნეო სიმკვირცხლით, მოჩვენებითი გარჯით. ყალბი პრესტიჟის მონები, ყალბის მქნელებიც გავხდით. ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით, სავსე სახლით და დახლით. პურმარილებში თარეშით, ხაშლამითა და ღომით, ყველა ხვრელსა და ნახვრეთში გაძრომა გამოძრომით. ცაფირუს, მაგრამ სადღა ისაა რა კოფერი, ტიალუდაბნოდ გამხდარა შენი ყანა და ტევრი. ისიც გაგვიხდა საკვეხნად, რომ ვატყუილებთ მოყვას, ნავენახარში ნაგლეხარს ახლა საზამთრო მოხავს. გაირყუნა და გათაღლით და ქვეყნის დაკარგა რიდი, რძისა და კვერცხის საყიდლად გლეხი ქალაქში მიდის. და უხვად აქცევს სიმწრისოფლს, ზვარში კი არა, დახლთან. მწარმოებელი ვინც იყო, მომხმარებელი გახდა. არ ვიცი, რა გვეშველება, თუ არ შევიგნეთ ბოლოს, რომ საქართველოს შვილები ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ. ჩვენი პატრონი ჩვენვე ვართ, არავინაა მეტი, და ჩვენს ხელშია ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტის ბედი. ჩემი საწუხარი. ადრე წიგნებს ვკითხულობდით, ჩვენი სულის მარჩენალს, ჯაყოს ხიზნებს, გველის პერანგს, დიდოსტატის მარჯვენას. კაზმულ სიტყვის მადლი გვეცხო შუბლზე როგორც მირონი, და სუყველას სასთუმელთან გვედო გალაქტიონი. ახლა წიგნი ვიღას ახსოვს, დრო დაგვიდგა ასეთი, საქართველოს დროშასავით ხელთ გვიჭირავს გაზეთი. ვიკვებებით ყოველდღიურ ჭორებით და ფაქტებით, დათან განათლებულ საქართველოს ვაკლდებით. წვიმამ მოიკლა ჟინი. წვიმამ მოიკლა ჟინი, ღამით და ახლა გრილა. დასველ სილაზე მკვდარ თევზივით აგდია დილა. ნისლია მთებზე,
და ბურუსში სახლებიც გაქრა და ზღვაში თეთრი ხომალდივით შეცურდა გაგრა. უცებ შორიდან ვერ გაიგებ, საიდან ისმის ქალის კივილმა ხანჯალივით გაკვეთა ნისლი, როგორც სიგნალი განსაცდელის ეძახის ყველას, სოს, 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 ჩქარა ვიღუპებით და ითხოვს შველას. ჰამლეტი. როგორ მომრავლდა შენი მოდგმა, დანიის პრინცო, შენისთანებით გავსებულა მთელი ქალაქი, ზოგი მე თვითონ გამიზრდია, ზოგს არც კი ვიცნობ, ზოგიერთებს კი თვითონ აქვთ ჩემზე ამაგი. რაც მართალია, მართალია, არც ჭკუით გვანან, არც ვაშკაცობით და გაგების გრძნეულ უნარით, მაგრამ ისინიც მერყეობენ, საწყლები, სანამ დასტური წამოსწდებათ, ან და უარი. ყოფნა, არ ყოფნა, ეს საკითხი აწუხებს მათაც, ლუკმაპურისთვის არიციან კაცის დანდობა. ყოფნა, ფულია მათთვის, ფული და კარგი მადა, ხოლო არ ყოფნა, უფულობა და უმადობა. მეც მათთან ვარ, მათ ამ ქარში ვცხოვრობ და მაინც არ ვაგდებარად არც მათ ძმობას, არც მათ ელსინორს. მე შენ გეძახი, ჩემო ჰამლეტ, უშიშარ რაინც, რომ ჩემი დაშნა შენს მახვილზე გამალესინო.